ჩვენი ტრადიციული რუბრიკა იქნება დღეს კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომელიც ყოველ სამშაბათს ძალიან საინტერესო, მათ შორის შემეცნებით ნაწილსაც მოიცავს და განცნობთ იმ უფლებებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც თქვენ გაგაჩნიათ უშუალოდ ბიზნეს სუბიექტებთან ურთიერთობის დროს და დღესაც ბუნებრივია აი ამ მიმართულებას გავაგრძელებთ ჩვენ სტუმარი შემოგვიერთდა და სანდრო ალაფიშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელთან ერთადაც უნდა ვისაუბროთ ამჯერად გარანტიებზე. გარანტიების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. სანდრო, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. კი ბატონო. რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი პოსტები აქეთაც ხვედრი ადამიანების და გაბრაზებებიც ერთგვარი, რომ საგარანტიო ფურცელი, რაც ფორმირდება ხოლმე შემდგომში მომხმარებელს და ბიზნეს სუბიექტს შორის, არის შემთხვევები, როდესაც ირღვევა უხეშად და მომხმარებელი ამ შემთხვევაში თავს დაჩაგრულად და უფლება დარღვეულად გრძნობს. მოდი დავიწყოთ საუბარი კანონით განსაზღვრული 2 წლიანი გარანტია რას ნიშნავს და რას მოიცავს ჩვენს მსმენელს აუხსნათ ეს. კი ბატონო, კანონისმიერი გარანტია ეს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიერ შემოღებული ტერმინია, ახალი ტერმინია და გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს, როდესაც მომხმარებელს საქონელი მფლობელობაში გადაეცემა, აქედან 2 წლის განმავლობაში მოქმედებს ეს გარანტია და პრინციპი არის მარტივი, პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეა ვალდებული დაამტკიცოს, რომ საქონელი თავდაპირველი ნაკლი არ ქონია, ანუ საქონელს ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი გადაეცა მომხმარებელს, ხოლო დანარჩენი წელიწად ნახევარი უკვე ამის მტკიცების ტვირთი მომხმარებელზე გადადის. ეს არის ის ერთგვარი ბერკეტი, რაც კანონმა მომხმარებელს ასიკეთოთ შემოიღო და ამ კუთხით, ანუ თუ კი ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მტკიცების ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა და გარიგების ძლიერ მხარეზე გადაიტანა, ესე რომ ვთქვათ, ეს მტკიცების ტვირთი. კი ბატონო, სხვა შორის არსებობს კანონიერი გარანტია და ასევე დამატებითი კომერციული გარანტიები. აი ეს ორი რომ შევადაროთ ერთმანეთს, რა განსხვავება არის? კი ბატონო, კანონისმიერი გარანტია მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პირველი მახასიათებელი რაც არის და კანონისმიერი დათქმა იმპერატიული, ხოლო კომერციული გარანტია გულისხმობს ნებისმიერ იმ ვალდებულებას, რომელსაც მოვაჭრე თავისი კეთილინების ფარგლებში იღებს და თავაზობს მომხმარებელს. იქნება მაგალითად კი, მაგალითად ვადის გახანგრძლივება ამ კანონისმიერი გარანტიის, ან მაგალითად ავტოტრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში ხშირია ხოლმე რაღაც კონკრეტულ კილომეტრაჟზე მიბმა და უფასო მომსახურების გაწევა და ასე შემდეგ. ანუ ეს იგულისხმება უკვე კომერციულ გარანტიაში და ამ შემთხვევაში ეს კომერციული გარანტია არის ის ვალდებულება, რომელსაც მოვაჭრე თავისი კეთილინების ფარგლებში იღებს. კი ბატონო, სანდრო, ჩვენ საუბრობდით გარანტიებზე და ბუნებრივია ეს გარანტიები არის გარკვეულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებითაც, ხო, მათ შორის და აი ამაზეც რო ვისაუბროთ, როდის ითვლება პროდუქტი პირობითად ნაკლიანად, აი ეს რა შემთხვევაში მინდოდა? კი ბატონო, საქონელი ნებისმიერ შემთხვევაში ითვლება ნაკლიანად, როდესაც მომხმარებელს გადაეცემა შეთანხმებულისგან განსხვავებული საქონელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს განსხვავება რაში გამოიხატება, უბრალოდ თუ მცირე მნიშვნელობის არის ამ შემთხვევაში კანონი გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს. მაგალითისთვის ნაკლის მქონე ითვლება შემთხვევა, როდესაც მაგალითად საქონელი არ არის აწყობილი, ანუ მომხმარებელმა თავად უნდა აწყოს და ინსტრუქცია თუ კი არასწორად იქნება აწყობილი და ნაკლი შემდგომში უკვე საქონლის ნაკლი ამან გამოიწვია, ანუ მომხმარებელი გაყვა ინსტრუქციას და ისე აწყო, თუმცა არასწორად არის ეს შედგენილი, ეს ნაკლის მქონე ითვლება და შემდგომში ამის გამოც უკვე ასუხისგებლობა გადადის მოვაჭრეს. კი ბატონო, და აი ამ ნაწილში რომ მომხმარებლის უფლებებზე ვისაუბროთ, ნაკლის აღმოჩენისას და მოდი აი ორ მიმართულებად გავყვოთ. მე მინახავს ასევე შემთხვევები, ჩემი ირგვლივაც, მათ შორის, როდესაც მსხვილი პირობითად საყოფა ცხოვრებო ტექნიკა გამოუწერიათ ადამიანებს და როდესაც გაუხსნიათ ადგილზევე შეუმჩნევიათ ნაკლოვანება. ბუნებრივია ეს კარგია, იმიტომ რომ შეგიძლია გაუბრუნო და დააფიქსირო შენი პოზიცია, რომ ნაკლიანს არ ჩავიგორი, მაგრამ არის შემთხვევა, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი ნაკლი ქონდეს, რასაც უცებ ყურადღება ვერ მიაქციო, მაგრამ ერთ კვირაში გამოჩნდეს, რომ ნაკლოვანება ქონია. აი ამ ორ кейსში პირობითად რაც ვახსენე, მომხმარებლის უფლებები როგორ ასე ვთქვათ ვლინდება და რა შევლინდება? კი ბატონო, ორივე შემთხვევაში მომხმარებლის უფლება გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი ტრანსპორტირების ხარჯი იქნება თუ შეცვლა შეკეთების ხარჯი, ამ შემთხვევაში ეს ყველა ხარჯის გაწევა უწევს, რა ქვია, მოვაჭრეს
და მომხმარებელს წარმოეშვება მეორე რიგის უფლებები, ესე რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს შეცვლა, შეკეთებას, საქონლის ფასის ნაკლის პროპორციულად შემცირებას, ან საბოლოოდ უკვე თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვება, თუმცა როგორც აღნიშნე, ყველა ხარჯის დამატებით ხარჯის გაწევა კვლავ მოვაჭრეზე გადადის. კი ბატონო, ვადებზეც ვისაუბროთ, მაშინ და მეორე მხრივ მოვაჭრის ვალდებულება ამ შემთხვევაში რა არის? კი ბატონო. ვადების შემთხვევაში, როდესაც ნაკლი აღმოაჩნდება საქონელს, პირველ ნაკლის აღმოჩენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მოვაჭრე ვალდებულია რომ შეცვალოს ნივთი, ხოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს. ეს მხარეთა შეთანხმებისაგან წარმოადგენს, რომელი იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული. კი ბატონო, ესე სანდრო საინტერესოა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ასე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული პრობლემები ქართულ ბაზარზე, აი ამ კუთხით ამ ჭრილში რომლებია? ხო, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული პრობლემას წარმოადგენს მაგალითად ასეთი განცხადება, რომ ყუთი დაზიანდა და ამის გამო არ შევცვლი. ან მაგალითად აქსესუარებზე, თუნდაც აი მაგალითად რო ავიღოთ საათის სამაჯურზე არ ავრცელებენ რატომღაც გარანტიას, ან საგარანტიო ტალონის დაკარგვის შემთხვევაში ხშირად ამბობენ, რომ არ უნდა გავრცელდეს ეს გარანტია, რაც არ წარმოადგენს რეალობას, იმიტომ რომ მომხმარებელმა შეიძინა საქონელი თავის ყველა ატრიბუტიკით, რაც აუცილებელია მის ფუნქციური დანიშნულების გამოყენებისთვის და შესაბამისად ყველა მათგანზე ვრცელდება გარანტია და ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომ მაგალითად ყუთი გახსნილია ან ასე შემდეგ ვერ იქნება ამ უფლების განხორციელების ხელისშემშლელი. კი ბატონო, ასე ვისაუბროთ იმაზე, დოკუმენტაცია რაც უნდა შეინახოს მომხმარებელმა, ეს რაღაც ნივთების დროს არიან პასუხისმგებლიანი კომპანიები, რომლებიც წინასწარვე გაფრთხილებენ, რომ აი ეს დოკუმენტი აუცილებლად პირობითად შეინახე. ან უფრო რაღაც დახვეწილი მეთოდით, როდესაც ონლაინ გიგდები და უბრალოდ ვერ დაკარგავ, ტელეფონში იქნება და ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ ვუზავ. და მოდი ვისაუბროთ, რა დოკუმენტაციები უნდა შეინახოს მომხმარებელმა. ან დოკუმენტი, რაც საჭიროა ზოგადად რომ დავახასიათოთ იმისთვის, რომ შემდგომში მომხმარებელმა პრეტენზიით მიმართოს უკვე მოვაჭრეს. ეს დოკუმენტი უნდა ხასიათდებოდეს იმით, რომ ირკვეოდეს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად შედგა გარიგება, ანუ ნამდვილად შეთანხმდნენ და შეიძინა მომხმარებელმა ამ კონკრეტული მოვაჭრისგან ეს კონკრეტული საქონელი და რა ღირებულების იყო, ანუ რეალურად გადახდის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი, თუნდაც აქვია ბანკის აპლიკაციაში ასახული ეს ქვითარიც საკმარისია იმისთვის, რომ რეალურად გარანტია ამოქმედდეს, იმიტომ რომ გარიგების არსებობის დადასტურება ამ დოკუმენტითაც შესაძლებელია. შესაბამისად, რაიმე დამატებითი დოკუმენტს, მაგალითად ის რომ საგარანტიო ტალონი უნდა იყოს აუცილებლად წარდგენილი, ან თუნდაც ორიგინალი, ესე რომ ვთქვათ, გადახდის ჩეკი, ამის ვალდებულება მომხმარებელს არ აქვს. კი ბატონო, და მოდი ბოლოს შევაჯამოთ ასევე ჩვენი ეს საუბარი და როგორ უნდა იმოქმედოს მომხმარებელმა დარღვევების შემთხვევაში ეს ნაბიჯ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ ყველაზე ეფექტური იქნება თავად მოვაჭრესთან ქონდეს კომუნიკაცია, მას მოსთხოვოს ამ დარღვეული უფლების აღდგენა. თავისუფლად მოვაჭრე ვალდებულია სულ მცირე გამოიჩინოს ის ყურადღება, რომ მომხმარებელთან ქონდეს კომუნიკაცია და ეცადოს რეალურად იმის დადგენას საქონელს აქვს თუ არა ნაკლი და თუ აქვს შემდგომში უკვე იმოქმედოს მისი ვალდებულების ფარგლებში და თუ რა თქმა უნდა ეს არ გამოვიდა, შეუძლია მომხმარებელს მომართოს სააგენტოს და მაქსიმალურად ვესტებით რომ დავეხმაროთ მას. აი ამ ჭრილში მომართვიანობები არის ხოლმე ზოგადად. რამდენ პოპულარობით სარგებლობს ეს მიმართულებით? კი, საკმაოდ ხშირია ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო დარღვეული უფლების გამო მომართვიანობა, ესეც და მათ შორის საერთოდ ნივთი როდესაც ვერ იღებენ, აი ამ შინაარსის მომართვიანობაც საკმაოდ ბევრია. ვერ იღებენ, ან თვითონ ის საგარანტიო მექანიზმია, რომ არ ვრცელდება პირობითად ნივთის გარკვეულ დაზიანებაზე, ამას ხო არ გვიგია? კი, მაგაზეც და თუ უშუალოდ ნივთის მიუწოდებელობაზე თვითონ თავდაპირველად, როდესაც პირვანდელ ვადაშიც კი არ მიაწოდებათ ნივთს, ამაზეც საკმაოდ ხშირია ხოლმე მომართვიანობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სანდრო გადაცემას სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სანდრო ალაფიშვილი, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. საუბრობდით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, ხა Black Friday კი გადავიტანეთ ასე თუ ისე, მაგრამ ახლა ახალი წლები მოდის და მოკლედ ეს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდი ყველას მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით აქტიურდება სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, იქ საჩუქრებს
პირებზე იზრდება მოთხოვნა და ასე შემდეგ. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევდივართ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქტიურ ფაზაში გაზრდილი მოთხოვნა, როდესაც არის თანაც ბიზნესზე, ჩვენ თვითონ ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით მომხმარებლები, რათა არც განწყობა გავიფუჭოთ და მეორეს მხრივ არც ვიზარალოთ. და სწორედ ამიტომ დღეს ავარჩიეთ აი ეს თემა, რაც გულისხმობს საგარანტიო მექანიზმს და კანონის მიერ ასე ვთქვათ დადგენილ გარანტიებს, როგორ გვიცავს კანონი ამ მიმართულებით, ასე რომ შეგიძლიათ იცოდეთ თქვენი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მიმართოთ.